იმას ნიშნავს, რომ ოქროს ხალიჩაზე საზეიმოდ გავლის უფლება მხოლოდ გამორჩეულად საუკეთესოთა ხვედრია. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ოქროს გუნდის მთელ შემოქმედებით ჯგუფსა და ლომის წილისთვის ფედერაცია ოქროს გუნდის ხელმძღვანელს ბატონ თემურგადიშვილს. დაჯილდოების ცერემონიას ოქროს ხალიჩა გახსნილად ვაცხადებ. მაშასე 3, 2, 1. ნომინაციაში წლის საუკეთესო ანსამბლი წარდგენილია მცხეთის რაიონის ქსნის ქორეოგრაფიული ანსამბლი საგანძური ქეთევას ციკლაურისა და საბაბუკიას ხელმძღვანელობით. და ყველაზე კბილი და ლამაზი ფოტოწამი აპლოდისმენტებით გავულამაზოთ. და სამუდამოდ დარჩეთ ყოველი მათგანის მეხსიერებაში. ნომინაციაში წლის საუკეთესო ანსამბლი წარდგენილია ქალაქ კასპის ცეკვის აკადემია დიდგორი სამხედრო ხელმძღვანელი ქეთევან მონასელიძე, მთავარი ქორეოგრაფი მარინა რუსიშვილი, ხოლო ქორეოგრაფები დავინა ბაბაშვილი და ალექს ჯანგიშერაშვილი. და სამახსოვრო ფოტოწამი, რომელსაც არაფერი ისე არ ალამაზებს, როგორც თქვენი აპლოდისმენტები. ნომინაციაში წლის საუკეთესო ანსამბლი წარდგენილია ქალაქ ხაშურის ქორეოგრაფიული ანსამბლი ბანა ხატია ლომიძის ხელმძღვანელობით. Iotsa. ნომინაციაში წლის შემოქმედი წარდგენილია ქალაქ ვანის ქორეოგრაფიული სტუდია სიმდი რადი მამასახლისის ხელმძღვანელობით. აპლოდისმენტები შევეგებო. და ლამაზი ფოტოწამისთვის გავახსნებოთ ნომინაციაში წლის შემოქმედი წარდგენილია ქალაქ თბილისის ცეკვის სტუდია ნია ჭაკნელიძისა და გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით.
სიაში წლის საუკეთესო ანსამბლი წარდგენილია ქალაქ დმანისის ქორეოგრაფიული ანსამბლი დმანისი გოჩა კავლევაშვილის ხელმძღვანელობით. ქორეოგრაფიული ანსამბლი აია გიორგი ლიბარიშვილის ხელმძღვანელობით. ცერემონიალი დასრულდა, ხოლო საზეიმო კონცერტის მოსამზადებლად სულ რაღაც 1 წუთი დარჩა, ასე რომ მე ზუსტად 1 წუთით გემშვიდობებით.